შატილის ასულოს მელოდია იმდენად გავდა ხალხურს, რომ ბევრმა მისი ავტორი დაივიწყა. ამის გამო ანსამბლი ერისიონი, რომელიც ლექსს ხალხურად ასახებდა, იოსებ ლონგიშვილთან სასამართლო დავაშიც ჩაება. 2009 წელს კი უზენაესმა სასამართლომ შატილის ასულოს ავტორად იოსებ ლონგიშვილი საბოლოოდ აღიარა. თუმცა ფატიმა წოტოიძეს ამ თემაზე საუბარი არ უყვარს. ახლა ის უბრალოდ ღიმილით იხსენებს საკუთარ ახალგაზრდობასა და მეუღლესთან გატარებულ წლებს. ლამაზი კი ვიყავი თავის დროს, როგორ არ ვიყავი, იგეთი მაღალი ვიყავი და თავი მომწონდა მაღალი რო ვიყავი. ვიტყოდი ხოლმე, აი ეხლანდელი მოდა რო ყოფილიყო, მაშინ ყველაზე ლამაზი მე ვიქნებოდი მეთქი აღნაგობით. დღეს ხო დავერდი, დავფიქრდი, რა ვაკეთე, არაფერი, პონჩიკსა ვყიდდი, გამყიდველი ვიყავი და ცხენოდა. რომერო ვერ ვისწავლე და მაშინ უბრალო ის იყო, სირცხვილი იყო, გამყიდველი. დეიდა ჩემმა მითხრა, ეს პოეტი კაცია და დიდხანს შემორჩები ამ სახელითო, მითხრა ამ ქვეყანაზეო და მართალიაო, ასაკით იყო დიდი, 16 წლით უფროსი იყო ჩემზე. მაგრამ ისე ლამაზად ვიცხოვრეთ, რომ ის ალაჩადა ის წნოვანება. იოსებ ლონგიშვილი 2006 წელს გარდაიცვალა. 45 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მის მეუღლეს ერთადერთი რასაც გული წყდება ის არის, რომ დაპირებული დაბადების დღე ვერ გადაუხადა. 27 აპრილს დაიღუპა. მთელი სოფელი მოვიდა და ის კი დავიმახსოვრე იმ დაკრძალვის დღისით, რომ კაციშვილი არ წავიდეს აქედან, თორემ მე კი არ მეწყინებაო, იოსებს ეწყინებაო, უთხარი და მართლა კაციშვილი არ წავიდა. ყველანი დარჩნენ. მინდოდა რომ ის დაბადების დღე რომ მქონდა ნათქვამი, ის ჩამეთურებაო ვიფიქრე დაბადების დღეზე. იგრე ინახავდა, იგრე უყვარდა ამ ძველი რაღაცების შენახვა. ფატიმა წოტოიძე ახლა მეუღლის ხელნაწერებს ეფერება. უყვარს მის კაბინეტში ყოფნა, თითქოს წარსულში ბრუნდება. ამბობს, რომ ქმარს, რომელმაც ბოლო 7 წელი usinatlom გაატარა ლექსების წერისათვის თავი მაინც არ დაუნებებია. იოსების ნაკარნახევ სტრიქონებს ფატიმა წოტოიძე ბლოკნოტში საკუთარი ხელით წერდა. თის კალაფების შვილი ვარ, ეშხი მინახავს ქარაფთა, არაფერს დავაზიანებ ბართან, სოფელთან, ქალაქთან. მე კლდის ხავსის ვეყოფა, კლდის შვილს ვახშმად და სადილად დასალევად მთის ნაჯური ღმერთმა რომ ქვებზე ადინა. დღეს ოთახი სავსეა მათი ისტორიით. ყველა სურათი კონკრეტულ ეპიზოდს